დღეს გადავწყვიტე, რომ გავაკეთოთ 35+ მაკიაჟი, რომელიც არ მოგმატებთ ასაკს. და რა უნდა გავითვალისწინოთ 35+ ქალბატონებმა, აი ამაზე იქნება საუბარი, იმ საყვარელ ბრენდებს გაგაცნობთ, რასაც მე ვხმარობ ხოლმე ყოველდღიური მაკიაჟისთვის. ასე რომ დავიწყოთ. როგორც ყოველთვის, კანი უნდა მოვიმზადოთ და დავიწყებ ტონერით. ეს არის Saturday Skin-ის C-ვიტამინიანი ტონერი, რომელიც ძალიან კარგად გამოაღვიძებს ახლა ჩემს დაღლილ სახეს. დავიწყოთ, გადმოვიღოთ ხელზე და დავიწყოთ სახეზე ამის დატანა. ხშირად 35+ ქალბატონებს ეწყებათ სხვადასხვა პრობლემები. ეს არის კანის გამოშრობა, ლაქები, პიგმენტური ლაქები და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია, რომ ვიცოდეთ ჩვენი კანი რა საჭიროებს. ჩემს შემთხვევაში საჭიროებს ძალიან ღრმა დატენიანებას. თუ მაგალითად თქვენ არ გჭირდებათ ამდენი დატენიანება, შეგიძლიათ რომ უბრალოდ ერთი კრემი გადაისვათ და საკმარის იქნება კანის მოვლის პროცედურა. შემდეგი ეტაპი ეს არის შრატი და ეს არის Porzero, ასე ქვია, ამ შრატს Be The Skin. ასეთი შრატია, ჩამოვიდა იფსის ხუთში. არც ცუდია და არც გადასარევია, ჯერ კარგი შრატია. ამიტომ ხელზე გადმოვიტანე ესეც და რატკეპნითი მოძრაობით კანის მოვლას ხშირად ხედავთ ჩემს ეკრანებზე, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ამიტომ ცოტა სწრაფად გავივლი ამ ეტაპს. ეხლა თვალის კრემს. ეს ჩემი პირადია და Bobbi Brown-ის თვალის კრემი. უძრავი კუთხიდან ვიწყებთ და ნელ-ნელა ვუახლოვდებით თვალის ხაზს, უბრალოდ წამწამთან ძალიან ახლოს მიიტანთ ნუცერთ თვალის კრემს, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერმა თვალის კრემმა გაგეღიზიანოთ თვალი. დღეს გავიკეთებ მაკიაჟი ისე, როგორც ვიკეთებ ხოლმე მე ყოველთვის, ბევრ რაღაცას ხელით, მარტივად, ორი ფუნჯით, ასე რომ გონია რომ ძალიან ბევრს გაგახარებთ ამით, იმიტომ რომ ხშირად მომდის ხოლმე ესეთი მოთხოვნები, რომ ან ასეთი მესეჯები, რომ მე ერთი ფუნჯით ვიკეთებ თელ მაკიაჟს და ახლა მეც თქვენ მარტივ გზებს გაჩვენებთ ამისთვის. ეხლა შემდეგი ეტაპი არის დამატენიანებელი კრემი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენებ L'Occitane's დამატენიანებელ კრემს. დავიმასაჟოთ კანი. ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები და ძალიან მიხარია, რომ ჩაერთო უკვე ხალხი ჩემს YouTube ვიდეოებზე. რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უკვე გადის, ასე ვთქვათ, მეტ და მეტ ადამიანზე და გუშინ სხვათა შორის პასუხობდი კომენტარებს და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე. და ძალიან მახარებს თქვენი ფიდბექი, ასე რომ თუ გონიათ რომ გკითხულობ, ყველაფერს ვკითხულობ ყოველთვის ყველა კომენტარს და ძალიან მადლიერი ვარ. შემდეგი ეტაპი ეს არის CC და ყოველთვის CC-ს ვისვამ ხოლმე, იმიტომ რომ რადგან მშრალი კანი მაქვს, ყველაზე ლამაზად ყოველდღიურობისთვის მაიცის იჭდება. ამ შემთხვევაში ეს არის ერბორიანი CC, ჩვეულებრივი CC. მზისგან დაცვა აქვს 30, SPF 30. ხელზე ვიტან ყოველთვის აი ასე. და ხელზე ვატბობ პირდაპირ, ეს არის ჰიბრიდული პროდუქტი, ამიტომ ჭირდება სითბო. კანზეც იზავს, რა თქმა უნდა, იგივეს. უბრალოდ მე ასე ვარ მიფშოული და ასე მსიამოვნებს, ასე თითქოს კომფორტულად ვარ, ამიტომ ხელით გადმომაქვს კანზე. სადაც მინდა რომ მეტი დაფარვა მქონდეს, აი ესეთი მოძრაობით მეტად იფარება. დარტყმითი მოძრაობით. თვალის ქვეშ რა თქმა უნდა არ ვისვამ არც ტონელობს და არც სისის არასოდეს. ძალიან მსუბუქია ის, ძალიან მსუბუქია და ყოველდღიურობისთვის ამაზე კაი პროდუქტი მე პირადად ვერ შევარჩია ყველანაირი ტონალური მაწუხებს, რაც არ უნდა თხელი იყოს. ეს იმდენად მართლა კრემივით არის, რომ ოღონდ რა თქმა უნდა არ არის ეს ვიდეო დასპონსორებული. უბრალოდ ჩემს საყვარელ პროდუქტებს გაცნობთ. ტუჩზე გამოვიყენებ Bionica-ს ტუჩისზეც და
ეს არის ბრენდი, რომელიც გათვლილი არის ჰიპერალერგიული ადამიანებისთვის, ორსულებზე არის გათვლილი, და ასე შემდეგ იტალიური ბრენდია. ასე რომ შედარებით საკმაოდ კარგი. ამიტომ ტუჩის ზეთად გამოვიყენებ, რომ სანამ პომადამდე მივალ და მინდა რომ ქვას პომადა წავისვა. დატენიანდება. აი ეს. ახლა შემდეგი ეტაპი არის კონსილერი. ეს არის ჩემი საყვარელი პროდუქტი, რომელიც 25 წელს აღმოვაჩინე და ვფიქრობ, რომ ამაზე კაი აღმოჩინა 25 წელს არ დამეკეთებია. ეს არის ნატაშა დენონას კონსილერი და ეს ფერი კონკრეტულად არის RN2.5, რომელსაც აქვს ვარდისფერი შეფერილობა და ძალიან კარგად ასე ვთქვათ, ასწორებს მუქ წრეებს. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთმა ადამიანმა, ვისაც გაქვთ ყავისფერი, ნაცრისფერი თვალის უპეები. კიდევ უნივერსალური ფერია, მოკლედ, ასე გამოდის. ამიტომ ეს ჩემი პირადია, ამასაც პირდაპირ შემიძლია. ამასაც პირდაპირ დავიტან უფრო სწორად და აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში ადგილმდებარეობას აქვს დიდი მნიშვნელობა. რომ არ ჩაჯდეს ნაოჭებში და რაც ყველამ წერს, რომ მაინც ჯდება ნაოჭებში, რომელი კონსილერი არ ჯდება ნაოჭებში, რომელი ვიყიდოთ, აქ არ არის თვითონ ყიდვაც, აქ არის მდებარეობაზე და წასმაზე. თვალი უკვე დატენიანებული მაქვს და როცა გვაქვს ნაოჭები თვალის გარშემო, ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერს არ ვისვავთ აქ თვალის გარშემო. ოდნავ სისიკრებიანი ხელი გადავიტარე, რომ ფერი ყოფილიყო ერთნაირი. დანარჩენ შემთხვევაში მხოლოდ აქ დავიტან კონსილერს და წარვის ქვემოთ. აი ეს. მეტი არსად. აი ეს. თუნდაც სახეზე გაქვთ დასაფარი რამე, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, რომ ზუსტად თქვენი კანისფერი აიღოთ და წერტილოვნად, ასე ვთქვათ, დაიფაროთ. ეხლა მე ავიღებ აი ამ IT Cosmetics-ის ფუნჯს, მეორე მხარეს კონსილერის ფუნჯს და დავიწყებ ასეთი დარტყმითი მოძრაობით დააკვირდით მდებარეობას. არ გადავდივარ, არც ძალიან ახლოს მივდივარ ნაოჭში, ახლა აქ ნაოჭი თვალის ქვემოდან და არც აქ არ გადავდივარ კონსილერით. ტოვებ დასაწყისში. ეს არის მთავარი ხრიკი, რომ არასოდეს აქ არ მაქვს ჩამჯდარი არაფერი ნაოჭებში, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი გამოცდით, ბევრი თქვენგანი და ძალიან გამიხარდება თუ მომწერთ, როგორ მოგეწონებათ ეს ხრიკი. თვალის ზევიდან თითქმის მთელ თვალს გადავიტარებ, იმიტომ რომ მე ჭდილისთვის ბაზადაც გვექნება, ასე ვთქვათ. აქ თუ ოდნავ ბევრი მომივიდა, ხელით ვიღებ უკან. ასე ვთქვათ, ხელი უკან აიღებს ყველაფერს. აქაც ხელით ვინაწილებ. ძალიან კარგად. აი აქ მაგათად კაპილარები მაქვს ხოლმე და ოდნავ აქ გადავატყრებ კაპილარები. აი აქ უძრავ თვითონზე. აი ეს. ეხლა იგივე მეორე თვალზე. შემდეგი ეტაპი ეხლა არის უკვე კონტურინგი. და მე ჩემ თავზე არა მარტო რა თქმა უნდა აღმოვაჩინე, რომ კრემოვანი პროდუქტები გაცილებით უფრო ახალგაზრდულ იერს მატებს კანს, ვიდრე პუდროვანი. ცოტა უსიცოცხლოა პუდროვანი პროდუქტები. ამიტომ ეცადეთ, რომ თქვენს კრემოვან პროდუქტებზე გადახვიდეთ და ეს არის სტარტის კონტურინგის სტიკი, ეს არის შალუტელურის ულამაზესი ფერის ბლაში, რომელიც ძალიან ლამაზ, საგაზაფხულო, ყოველდღიურ, ხალისიან და ნათელ შეხედულებას მომცემს და თქვენს ნახავთ აგერო ასე იქნება. ავიღოთ ეს გადმოვიტანოთ ხელზე. პირდაპირ სახეზე არასოდეს არ დაიდოთ, იმიტომ რომ შეიძლება გაშრეს სანამ მეორე მხარეს გადახვალთ, ეხლა სულ რომ დავიხატო მთელი სახე, შეიძლება გაშრეს და სანამ მეორე მხარეს მოდის დაგემჩნიეთ და მე ვეღარ გადაასწოროთ. ნებისმიერ ტონალური სპონჯი გამოგადგებათ ამ შემთხვევაში. ანალიტიც ტონალურს ისვავთ, გამოგადგებათ ნებისმიერი. ეს კონტურინგის სტიკი ცოტა თხელია, ცოტა არა ძალიან თხელია და იმ სიაში კიდე რო აღარ ვიყიდი. მაგრამ რადგან მაქვს ფერი ძალიან კაია სხვათა შორის. ძალიან თხელია და მალე ქრება კაი და
ალიკარი ძალიან საყვარელი. და ეხა ესეთი საყვარელი რაღაც გააკეთა, რომ როგორ გავცინებთ და არ შეიძლება, ამიტომ ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, იმიტომ ძალიან ბევრს ვშრომობთ მართლა თქვენთვის, რომ თქვენ უბრალოდ რამოდენიმე წუთი გაილამაზოთ. ამის უკან ძალიან ბევრი საათის შრომა დევს ჩემი და ალიკასი, ასე რომ ძალიან გაგახარებთ თუ გამოიწერთ არხს, რომ მეტი мотиваცია გქონდეს ელემენტარულად, რომ თქვენთვის ვაკეთოთ ძალიან ლამაზ და სახალისო ვიდეოები. მადლობა. ეხა კონტურინგი გავიკეთე ყვრიმალის გასწვრივ. ეს რადგან როგორც ბრონზერი და კონტურინგი ერთად არის და ფერიც ისეთია, რომ შემიძლია გამოვიყენო როგორც კონტურინგად, ანუ როგორც დასაჩრდილად, ასევე სახის გასათბობად. ამ შემთხვევაში თან სახის ვარხობ და თან ფერებს, ანუ ჭრილსაც ვაძლევ. ამიტომ ყვრიმალის გასწვრივ ავიტანე შუბლის ნახევარზე, მთლიან შუბლზე არ გადავიტან, იმიტომ რომ დამიმოკლებ შუბლს. ეხლა ცოტას დავიტან ყბის ძვალზე, რომ თან ეს ჩემი ხაბავი დავფარო. სადაც ხაბავი იწყება, იქიდან ქვემოთ. აი ასე. მაგით როგორი ჭრილი გააკეთა და გამოვუყვეთ ყბას. აი ეს. ჩავიტანოთ ქვემოთ. ეს შეიძლება ეხა გრძლად მოგაჩვენოთ, მაგრამ ზუსტად 1 წუთში ვიკეთებ ამას. ეხლა ცოტა ავიღებ და ცხვირზე, გვერდებზე და ზევიდან პირდაპირ აი ასე ვიკეთებ ჩემს. ესე რომ მე არ მეყვარს გამოთეთრებული წვირი, მიუხედავად იმისა, რომ წვირთან არანაირი პრობლემა არ მაქვს ჩემს წვირი ძალიან მომწონს. ხა მეორე მხარეს იციქე. ამას მოვჭით და ამიტომაც არ მიყვარს ამის გამოყენება. მე ყველა თითი დასროლი მაქვს პატარა ბავშვით. იმიტომ რომ შეფუთვა აქვს საშინ. მარჩიკ თავსია ძალიან გადასარევი. შემდეგი ეტაპი არის კრემოვანი ბლაში და როგორც ვუკითხეთ, ეს არის შარლოტას კრემოვანი ბლაში და ამასაც გადმოვიტან ხელზე. ულამაზესი ფერია და ჩემი გამოცდილებით ყველა კანის ტიპზე ძალიან ლამაზად ჯდება. აი შავრომანი ქერა, ცისფერთვალება, შავთმიანი ყავისფერი, ყველა ფერზე ჯდება ძალიან ლამაზად, ყველა კანზე. ამიტომ ფერი არის Pretty Glow. იგივე ფუნჯით ავიღებ. მოგითხარით ერთი ფუნჯით გასწავლით მაგიერს. დასაწყისში, ლუყის დასაწყისში და მე მიყვარს, როცა თვალთან ოდნავ ამაქვს, ვისაც მეტი წონა გაქვთ, ძალიან კარგი ხრიკია, რომ ახლოს მოციოს უფრო სახე ერთმანე, ანუ ასე ვთქვათ, სიგანე. ამიტომ ოვალისთვის ჩემი გამოცდილებით ძალიან კარგად გილეთ ოდნავ აქაც აიტანოთ. ცოტა გავშალე ყველაფერი, რომ თითქოს ელფერი იქონოდა კონკრეტულად დახაზული სახე რო არ ყოფილიყო, სპეციალურად გადავფერთხი, ასე ვთქვათ, ყველაფერი და მე ეს ეფექტი მოვწონს. თუ მოგწონთ, რომ უფრო კონკრეტულად იყოს ყველაფერი, უფრო კონკრეტულად წაისვით თქვენი საქმეს თქვენი წით. არასოდეს არ ვისვავთ ხევად highlighters, იმიტომ რომ მგონია, რომ ძალიან არ უხდებათ იმ თვალებს, რომელსაც აქ აქვს ნაოჭი და უფრო მეტად აჩენს ნაოჭს, პლუს ფორებს აჩენს უფრო მეტად, ამიტომ განსაკუთრებით დღისთვის და ეს ყოველდღიური მაკიაჟი როგორც გითხარით, არასოდეს არ ვხმარობ თხევად highlighters. ერთ ცოტა ბლაშს დავიმატებ, იმიტომ რომ მე ბლაში ქრება, როცა ვიმატებთ პუდრს. და სულ ოდნავ დავიმატებ ბლაშს. ეხლა მოვიდა დაფიქსირების დრო და მე რადგან მაქვს მშრალი კანი, არასოდეს მთელ სახეზე პუდრს არ ვისვავ ხოლმე. ჩემთვის ყოველდღიურობისთვის ესეც ჩემი პირადი არის, ეს არის ჰუდას ვარდისფერი ჩერი ბლოსომ ასე ქვია. და ამას თავისი ესეთი სპონჟიკი მოყვება და შეგიძლიათ პირდაპირ ქნათ ხოლმე და ძალიან მარტივია, ან დავეყარებთ. ან უბრალოდ ხელზე გადმოიტანოთ. აი ესე ცოტა.
და ესე თვალის დასაწყისში, სადაც გავიკეთეთ კონსილერი, აი ამ ადგილას, სადაც ფორებია, აუცილებლად უნდა დავფაროთ, იმიტომ რომ პუდრი ძალიან კარგად ხურავს და ფარავს ფორებს. აი ასე. ცხვირის გარშემო რომ ძალიან არ აპრიალდეს, წარბის შუაში, ნიკაპზე და აქ ნაოჭებში. მეგონია თუ მაინც და მაინც კიდევ გამოვყუთლობ ახაც. დანარჩენი მე არსად არ ვისვავ პუდრს. სულ ეს არის ჩემი პუდრის მთელი ფილოსოფია. ასე ვტოვებ ყველაფერს. და შემდეგ ეტაპზე გადავდივარ უკვე წარბზე. და წარბის ფანქარი აუცილებლად უნდა იყოს ჩემთვის ცივი ფერის, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, წარბი თითქმის არ მეტყობა, თან ცივი ფერი მაქვს. და არც სხვათა შორის სქელი წარბი არ მიხდება. ამიტომ რაც არის, მას ოდნავ გამოვკვეთ. და ავიღოთ აი ეს არის ლისის LYS ასე ქვია. პუდრი დავიყარეთ. წარბის ფანქარი თავის ავარცხნიად და ძალიან მომწონს სხვათა შორის ფერს არ ვიცი რა ქვია. აღწერაში ექნება ფერსაც ჩავწერ აღწერაში. და პატარა სარკე უნდა ავიღო ამ შემთხვევაში რომ გავიკეთო. აი ასე. სადაც არ მაქვს იქ ცოტას ჩავიხატავ თმებს და თან ვიცემ ფორმას. და შორის რამოდენიმეჯერ დავიხატე სპეციალურად ცოტა ისეთი წარბი აქტიური რაც არ მაქვს მე და სარკეში რო ჩავიხედე მივხვდი რომ კიდევ კარგი რომ არ მაქვს ხელი წარბი და მე მგონი გუნება მას ყველაზე კარგად იცის ხოლმე რაღაცნაირად რასაც გვატანს თითქოს ის გვიხდება მხოლოდ ძალიან მოუხეშებს და რაღაცნაირად ისე მიცვლის სახეს რომ არაფერთ არ მეხდება არც მითი წარბი და არც ხელი. მე ამაზი წარბის ფორმა ყველას უხდება. მოწესრიგებული რო არის წარბი ძალიან ალამაზებს მაგერს. აი ესე სულ ერთი წამი უნდა. გავიკეთე წარბი და გავიკეთე პატარა ლაინერი თვალის კუთხეში, ყავისფერი და ყოველდღიურობისთვის ძალიან გამართლებულია ყავისფერი ლაინერი. სხვათა შორის ძალიან ტრენდულია ეხა ბორდოსფერი, ყავისფერი, ფერადი, ლურჯი მაგალითად მწვანე, თვალისფერის მიხედვით რა თქმა უნდა, ძალიან ტრენდულია და თავისივე ფერი შესაბამისი ტუში. ძალიან კარგი მაკიაჟი იქნება და ძალიან სახალისო გაზაფხულისთვის განსაკუთრებით. რამე მსგავს გავაკეთებ მე და განახებთ YouTube-საც აუცილებლად. ეხლა ავიღებ იგივე ყავისფერ ლაინერს, ეს არის Element Beauty ასე ქვია. ეს არის თხევადი ლაინერი, ასეთი ყავისფერი, ცოტა შორის კარგია ძალიან, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ გამოვიყენე და დავიწყებ თვალის კუთხიდან, სადაც უკვე იხრება თვალი დაბლა. გუგის მერე წამოვყვები აი ასე წამს თვალის ბოლოში თვალის ბოლოდან გავწევ სადამდეც მინდა რომ ის გაწეული ესე და ამას შევაერთებ ბოლოში მოვკიდებ ლაინერს შევაერთე. ეს მეორე ვარიანტია. ასე მე შეგვიძლია ოდნავ გავასწოროთ. მეორე ვარიანტია წაისვათ ფანქარი და ფანქარი დაამუშავოთ, გაშავოთ. და შორის ძალიან მარტივია ბამბის ჭყირითაც კი ამის გაკეთება. აი ეს ძალიან მარტივია, ძალიან გაწება მე არასოდეს არ მიყვარს. და კიდევ ძალიან კარგად ასე ვთქვათ აღებს თვალს და გახსნით თვალსაჩენს დასაწყისში, მარტო დასაწყისში აი ამ ჭრილის გამკვეთრება. აქ ხარ გადავატარებთ რაიმე სიმძინვარეს, ეს ყველაფერი ქვევიდან მოექცევა. ესე სამში წავისვით ლაინერიც. ეხლა ავიღებ Fenty Beauty-ს აი ამ Diamond Bombs. თითით
და აი ამ ცარიელ ადგილებში გადავიტარე. ძალიან ნაზი ბზინვარება აქვს. როცა ცარიელ ადგილას ვატარებთ. აი ასე. და მგონია რომ დღისით არც არ მეტი არაფერი საჭირო. ახლა მეორე მხარეს. აქ რაც მანამდე გავაკეთეთ კრემოვანი ჭრილებით, კონტურინგის და ბლაშის ფერით. ჩემ შემთხვევაში საკმარისია ეს შეფერილობა. თვალის კუთხეში მეტი ჭრილი დღის განმავლობაში მგონია რომ არ მჭირდება. ეხლა დავიწყოთ წამწამები, რაც ძალიან მიყვარს. წამწამები ძალიან ლამაზად ასრულებს მაკიაჟს და წამწამების მაკრატელი და ტუში. ეს არის რეფერის წამწამების მაკრატელი და ძალიან კარგია. კიდევ ძალიან კარგი არის სისლეის მაკრატელი. ეგეც მქონდა. შარლოტასი ძალიან ცუდია და შეგიძლიათ არ შეისყიდოთ. ახლა მეორე. ახლა ეს არის Sky High მასკარა. Maybelline-ის და უკარგესი ტუშია, აი ძალიან კომფორტული და კარგი ტუშია და თან ძალიან ლამაზი ვარცხნა აქვს წამწამების, ძალიან კაი ფუნჯი აქვს სილიკონის, რომელიც მოძრაობს გადაშოვის. კარგად ერგება წამწამებს. ასეთი მოძრაობით დაატრიალეთ თქვენივე წამწამთან. აი ასე ტუში და ძალიან ლამაზ ეფექტს მოგცემთ. თუ ტუში წაგესვა და მე აგერ წავესვა უკვე. ახლა გასწავლით როგორ მოიშოროთ მაგასაც. 35 პლუს ქალბატონებს არ უხდებათ ბევრი მაკიაჟი. ძალიან სუბუქი და ფერებზე აქცენტირებული უნდა იყოს. აი როგორც მე ახლა გავიკეთე და მივეცი სახეს, ასე ვთქვათ, ნათელი ფერები, აი ასე უნდა იყოს. რომ არ მოგმატოთ ასაკი. ცივი ფერები, ძალიან მუქი ფერები, კონკრეტული ხაზები, ტუჩზე მუქი ცივი ყავისფერები მატებს ასაკს. ეხლა მეორე თვალი. რადგან არაფერი არ მისვია ქვემოდან, არც ტუშს არ წავისვავ ქვედა ჭრილზე. მერე შეგვიძლია ავიღოთ წარბის სავარცხნი, აი ასეთი უკანა მხარე ვყავთ და რომ გაშრება ტუში, სადაც ამგვარსა წარბის სავარცხნით შეგვიძლია რომ აი ასე ხედავთ როგორ გაშორდა, გამიშოროთ. ოღონდ უნდა გაშრეს. აქაც გონი აქ არ მოგხარს. შემდეგი ეტაპი უკვე არის პომადა. და პომადაც შევარჩიე ბიონიკედან. ეს ჩემი პირადია და პირდაპირ შემიძლია წავისვა და ColourPop-ის კონტური არის, ფერი არის I Heart This და ორივე არის ესეთი მალინისფერი კვასკვასა. მანამდე ქაღალდს ვაკოცებ რომ ის ზეთი აღარ მჭირდება ტუჩზე. და შეგვიძლია რომ კონსილერის ფუნჯი რაც ქონდა შერჩენილი, უბრალოდ გადავიტაროთ საზღვარზე. ეს ზეთი ოდნავ გამოჩეს. არ ვყოფ არაფერში, უბრალოდ რაც შერჩენილი ქონდა. დავიწყოთ პირდაპირ პომადის წასმა. რადგან ჩემი პირადია პირდაპირ წავისვამ. რადგან თხევადი პომადა შეგიძლიათ კონტური აღარც იხმაროთ ამის გარშემო, უბრალოდ მე მაინც მოხატვა მიყვარს ხოლმე. ესეც საბოლოო ლუკი, მე მგონი ძალიან ნაზი და ლამაზი მაკიაჟი გამოვიდა ყოველდღიურობისთვის, შეგიძლიათ სამსახურშიც გამოიყენოთ მსგავსი მაკიაჟი, შეგიძლიათ შეხვედრაზე წახვიდეთ, მეგობრებთან წახვიდეთ და გახალისდეთ უბრალოდ თქვენთვის გააკეთოთ. ძალიან მარტივია ამის გამეორება. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად და არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, რომ ყოველთვის ვაკეთოთ თქვენთვის ძალიან საინტერესო და ლამაზი ვიდეოები. ნახვამდის.